ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ციხეშია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კი 4 თვეზე ნაკლები რჩება. უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ოპოზიციამ არჩევნებში. ერთნაირი და ერთიანი აზრი არ არსებობს. ოპოზიციურ ფლანგზე, საზოგადოებაში და ექსპერტებში. პოლიტიკური პარტიების ნაწილი კატეგორიულად ამბობს არას, ნაწილის პოზიცია კი ბუნდოვანია. ძალიან ცუდი სიტუაციებია საქართველოში. ვხედავთ, რომ ყოველდღე იჭერენ ლიდერებს. ამით უნდათ ალბათ რომ გაანეიტრალონ ის სიტუაცია, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ბევრჯერ ქონია იმისი ამბიცია, ბევრჯერ ქონიათ იმისი ამბიცია, რომ ქართველი ხალხი გააჩერონ და ეს ასე არ მოხდება. რამდენ ადამიანსაც დაიჭერენ, იმდენად უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და ამას ვხედავთ, რომ რუსთაველზე ყოველთვის და ყოველდღე გამოდის ხალხი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამით ვერაფერს ვერ გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები დაინახავენ იმას, რომ ამ ლიდერების დაკავებით ქართული ხალხი უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა და მე ვფიქრობ, უფრო მეტი დახმარება წამოვა ქართული ხალხის მიმართ და რუსული გავლენის ჯგუფი, რომელიც საქართველოს ძალაუფლება ჩაიგდო საქართველოს ხელში, ცდილობს, რომ ყველა გზა ჩაკეტოს ქვეყანაში, ყველა მხრივ იზოლაციაში ჩაკეტოს ქვეყანა და ამის ფონზე ხდება ის, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ციხეებში უშვებენ. მგონია, რომ არჩევნები ჩატარდეს, საერთოდ ჩატარდეს არჩევნები, იმიტომ რომ შეუძლებელია ქვეყანაში, სადაც აღარ არსებობს არანაირი ინსტიტუცია, არ არსებობს სასამართლო, არ არსებობს საარჩევნო კანონმდებლობა, არ არსებობს საარჩევნო სისტემა, არ არსებობს პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებში უნდა იღებდნენ მონაწილეობას, არ არსებობს მოქალაქეების მზაობა, რომელიც ამ არჩევნებში ლეგიტიმაციას, არჩევნების ლეგიტიმაციის გარანტი იქნება და მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ამიტომ დიდი ალბათობით ეს არჩევნები ჩაიშლება და ამისი პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ მოძალადე ჯგუფს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და რუსული გავლენებით არიან სათავეში მოქცეული, ამიტომ დიქტატურა არ ყლაპავს მხოლოდ ოპონენტებს. ეს დიქტატურა უახლოეს პერიოდებში მიადგება თვითმმართველობაში დასაქმებულ ადამიანებს და მახსენდება საბჭოთა კავშირის ჩეკისტები, რომლებიც ხებს იჭერდნენ და ციხეში ალპობდნენ, შემდეგ როგორ ჩალპნენ თვითონ ციხეში. აი ეს მოუწევს ქართული ოცნების მხარდგურმხურვალე ტაშის მკვლელებს, უკვე ნახეთ, რომ რეორგანიზაცია დაანონსებულია. ეს რეორგანიზაცია არ არის არანაირად გამოწვეული რაღაც ქვეყანაზე ფიქრით. ეს არის ერთადერთი მიზეზის გამო ბიუჯეტში აქვთ პრობლემები, მილიონობით ლარი იხარჯება უშტატო თანამშრომლებზე, ანუ ხელშეკრულებით აყვანილებზე. ამ ადამიანებს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასვავენ სახლებში და გაწირავენ შიმშილისთვის, რითიც თავს იმართლებენ, რომ აბა ოჯახს მშიერს ხო ვერ დატოვებენ. მმართველი გუნდი კი სრულად სხვა სურათს ხატავს. მათი თქმით, დაკავებები უკავშირდება კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს და არანაირი პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს. როდესენი ოპოზიცია არ არის, ეს იყო აგენტები, რომლებმაც არის სურვეს კანონის დაცვათ, იმ კანონისა, რომლის საფუძველზეც რომელიც კონსტიტუციითა და შესაბამის კანონმდებლობით არის განსაზღვრული და მაგის შესაბამისად ისინი არიან დაპატიმრებულები. აი ზუსტად მაგათი მიზანი ეგ იყო. ჩვენი ქვეყნის სიკეთე უნდა მხოლოდ ქართველ ხალხს. ქართველმა ხალხმა აირჩია ქართული ოცნება და ზუსტად ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების გზაზე დადგეს. არა გვაქვს ჩვენ ისეთი სიტუაცია გარშემო ახლო აღმოსავლეთში, ჯერ კიდევ არ ვიცით ჩაცხრა თუ არა, აგერ უკრაინა მეზობელი ქვეყანა, რუსეთი ოკუპანტი და აი ამ პირობებში ყველანაირად ცდილობს ეს ოპოზიცია, რომ ძვირი გამოუთხაროს ჩვენს სუვერენიტეტს და სახელმწიფოებრიობას. გამოკითხული მოქალაქეების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მიიღებს მონაწილეობას. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ფიგურების ციხეში ყოფნა არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. თუ ყველა ციხეში იქნება, მხოლოდ ოცნებამ უნდა იყაროს არჩევნებში. ალბათ ეგრე ფიქრობ. ვინ? მთავრობა. თუ ყველა დაკავებული, ალბათ მარტო ოცნება უნდა იყოს. რა თქმა უნდა შეიძლება ეხლა მარტო
ერთი პარტია ხوار მიიღებს და ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, მაგრამ იმისი ოპონენტები ხო არიან დარჩენილები, იმათაც ხო უნდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს დავადნება ახლა მიიღებენ თუ არა არჩევნებს, არ ვიცით. ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია და მით უმეტეს იმ მოქალაქის, რომელიც არის ბოიკოტის რეჟიმში, დე-ფაქტო ხელისუფლებასთან, არის ის, რომ არავითარ არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება. ციხეში არიან ოპოზიციური ლიდერები, მაგრამ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ანუ ციხის შიგნით იქნებიან თუ გარეთ იქნებიან, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. მე გუშინ როდი მასალქენი გაკრით მოვისმინე და მე სულ დაიჭირეს და რაღა იქნა. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება, ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, ჯერ უცნობია.